მოგესალმებით ყველას დაგთხოვთ ყურადღებას. დედა სჭირდება სასწრაფოდ ჩვენი დახმარება. მოგმართავთ თხოვნით როგორც ჩვილი დედის დახმარებისათვის. ეს არის ჩემი ოჯახი, ხოლო საჩხერეში მცხოვრებ ჩვენ დედას ელენე ყიდიანს, რომელიც დიალიზზე იმყოფება და აქვს მწვავე ტინიტუსის დაავადება, რომელსაც მტანჯველ უსაშველოდ ტკივილამდე და შედეგად ტკივილამდე მიჰყავს და მხოლოდ თანამედროვე მედიცინის ჩარევის შედეგად არის შესაძლებელი მისი შველა, მას ესაჭიროება მკურნალობის გაგრძელება საფრანგეთში. ოჯახს მკურნალობისათვის საჭიროთან არ გაგვაჩნია, ამიტომ საფრანგეთი მათი ჰუმანური სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასო მკურნალობისათვის გვინდა წავიყვანოთ. ჩავბარდეთ და უმკურნალონ უფასოდ, ხოლო ვინაიდან დედა არის დიალიზზე და სჭირდება კვირაში 3-ჯერ ჩატარება, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის 1200 ევრომდე ღირს, ევროპაში და ამ დროს კიდევ შესაძლოა მაშინვე არ ჩაგვიბარონ და დრო დასჭირდეს ამას ყველაფერს, თანხების მობილიზება გვჭირდება რამოდენიმე დიალიზის პროცედურის ჩასატარებლად, სანამ ჩაგვიბარებს საფრანგეთი და საზოგადოების თანადგომის იმედი გვაქვს. დედა სასწრაფოდ არის გადასაყვანი, ხოლო წაყვანას და დედის გადარჩენას სულ რაღაც 7000 ევრომდე გვაშორებს. სადღაც 23,000 ლარამდე მინიმუმ 4-5 დიალიზის პროცედურისათვის, გადაადგილების დროებით საცხოვრებლის კვებისა და ტრანსპორტირებისათვის და სხვა წვრილმანის. კეთილო გულებო, გმადლობთ თქვენი გულისხმიერებისათვის. უზენაესის ძალით გისურვებ ჯანმრთელობას და უდიდეს ბედნიერებას ყველას. სრულიად საქართველოს და მთელს მსოფლიოს ვუსურვებ კეთილდღეობას. თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ელენე ყიფიანის შვილის ჩემს მიხეილ გულიტაშვილის სახელზე გახსნილ პირად საბანკო ანგარიშებზე, რომელსაც იხილავთ ბიოში. მადლობთ, ჯანმრთელად იყავით, ბედნიერად იყავით, გაიხარეთ. უფალი იყოს ყველას ფარველი. ამინ. კი, გაჭმიანდა, თორემ ეს იყო ბავშვი დაახლოებით 40 წლამდე მაინც სულ ამწვრევდა ყველაფერს. მაგრამ დედის ამ ტრავმამ არ ვიცი რანაირად როგორ სასწაულია და ეს 2 წელიწადია აღღაცნაირად გულთან მიიტანაო, თითქოს ყველაფერს განიცდისო, სულ შეიცვალა ეს.